გამარჯობა მეგობრებო, მე მქვია საშკა ორგანიზური ვინც მიცნობს და დღევანდელ ვიდეოში მე მინდა გესაუბროთ ქალებზე. კი ძდიახ, არ მოგესმათ ზუსტად ქალებზე. ქალებო, მოგმართოთ თქვენ ყველას. თუ დაფიქრებულ ხართ, როგორ ცხოვრობთ? თუ დაფიქრებულ ხართ, თუ ცუდად ცხოვრობთ, რატომ ცხოვრობთ ცუდად? რატომ? იცით რა რომ ჯერ ერთი ყველაფრის ცუდით და კარგი მიზეზი არის ქალი. ქალი არის ის, ვინც მართავს კონფლიქტებს. ერთი რუსული გამონათქვამი არსებობს. За мир в семье отвечает женщина. თუ დაგიგებულ ხართ რომ კონფლიქტის შეჩერებას მარტო ქალს შეუძლია. თუ დაფიქრებულ ხართ, თუ დაკვირვები ხართ. მე პირადად ვარ. ასევე ქალი არის ის ენერგია, რომელიც ავსებს ყველა მამაკაცს. ალბათ დამეთანხმება მამაკაცები რომ ქალის გარეშე არ ვიცი არაფერი არ არის. ქალი არის მამაკაცის დიდი შთაგონება. ქალებო, მოიგეთ შესაბამისად, რომ თქვენ მამაკაცმა თქვენეთი ამაყოს. მეუღლე ეს იქნება შეყვარებული, უშოთ. მოაკეთებთ კაცო, თუ სახში ყავ მამაკაცი, ხო? მოაკეთებთ კაცო სამსახურს, როცა სახში ყავ მამაკაცი. დაიძახით თქვენ, მე ვიცნობ ასეთ ქალებს, ვისაც სახში ყავს მამაკაცი და ისინი იგებენ ჩაქუჩს და თვითონ თავისი ხელით რაღაცის შეკეთებას ცდილობენ. ეს არ არის სწორი. მამაკაცი ფიქრობს, რომ ის არ არის ის მამაკაცი, რომელიც მას უნდოდა. და მე პირადად ესე ვარ, თუ დაუშვათ ვეუბნები, ხო? მოდი დაგეხმარები. არა, მე რა თვითონ არ შემიძლია დაუშვათ ჩაქუჩის დარტყმა რუსმანზე, ან რაღაც შეკეთება. არა, მე თვითონ გავაკეთე, შენ წადე შენ საქმეს მიხედე. აგენ ესეთი ქალებიც, ვინც მასე ლაპარაკობს და დამეწმეს ძალიან არაეფექტურია და მე უკვე თუ მამაკაცი რატო მაგათ მიმართ ეგეთი დაუკვირდით თქვენ საქციელებს. ასე ქალი უნდა იყოს ძალიან ქალური, არა მარტო მაგაზე, ხო? უნდა იგემებოდეს, უნდა შემოიტანოს სითბო სახლში, არ უნდა იყოს დაბოღმილი რამეზე, თუ რამე არ გამოდის, რატო არ გამოდის. ქალი ავსებს მამაკაცს, ქალი ამხელს მამაკაცის ჭეშმარიტ პოტენციალს. თუ მამაკაცის გვერდით ქალი არ არის, შესაბამისად იგი ვერ განვითარდება ისე, როგორც საჭიროა. კიდევ რა? არა მარტო ქალებმა, ხო, მამაკაცებმაც უნდა გამოიჩინოთ, ხო, გამოვიჩინოთ, ხო, შესაბამისი ინტერესი. ვაჩუქოთ ჩვენ ქალებს ყოველ დაუშვათ კვირა, ყვავილები დავპატიჟოთ სადმე, ცეკვაზე ან რესტორანში. ცეკვა არ არის ძვირი სიამოვნება. ერთი გაკვეთილი რის 5-10 ლარი მეტი არა. წევლების ფაქტები საკუთარ თავს მოიწყოთ თუნდაც თუ თქვენ ხვდებით რომ დაუშვათ თქვენს ურთიერთობაში თქვენ ხართ დამნაშავე, თუნდაც თქვენ არ იყო დამნაშავე, თუნდაც თქვენი მეუღლეა დამნაშავე, არ გიჩვენება ქალია თუ კაცია. თუ გიგავთ ეს ადამიანი, თქვენ ხომ მთელი ცხოვრება უნდა იყოთ ერთად, ხო? თქვენ ხომ შვილები გყავთ, თქვენ ხომ იმისათვის ხوار მოგწონეთ ერთმანეთი, რომ რამე რამე დაუგიწევთ ერთმანეთს, ხო? მიდით თქვენ საყვარელ ადამიანთან არ აქვს მნიშვნელობა თქვენ დამნაშავე თუ არ ხართ დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა ეს ეგოცენტრიზმი დაივიწყეთ და მიდით და რასაც ქვია შევიგდით.
უთხარით, მაპატიე საყოველთაო, ჩემი ბრძოლა თუნდაც აიგო თქვენი ბრძოლა. მაპატიე საყოველთაო, ეს არის ჩემი ბრძოლა. მე მაპატია, იმიტომ რომ მე ვარ სულელი და მოდი ერთად ვიქო და აღარ გასოს არ ვიშუროთ. და ჩვენ შევიდებით, უეჭველი შევიდებით და ეს იქნება თქვენი გასაღები და ესე იქნებით და იქნებით ბედნიერები მთელი ცხოვრება. მოკლედ, შემოგობებო, ქალებო და კაცებო. ვფიქრობ, ეს ვიდეო არის ძალიან სასაგებლო, საჭირო და აუცილებლად გამოვიყენებთ. ხო, თქვენ ხო გიყვართ ერთმანეთი რა? თქვენ ხომ გჭირდებათ ერთმანეთი? რამ ბოლოს როდის გქონდათ ნამდვილი სექსი? აი ბოლოს როდის გქონდათ ნამდვილი ვნებიანი გიჟური არაადეკვატური სექსი? როდის? საკუთარ თავს უპასუხებთ. საკუთარ თავს დასვით კითხვები რა უნდა გამოვასწორო. მე ხომ ძალიან მეკავს ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი. საკუთარ თავს ყოველთვის დაუსვით ეს კითხვები და ეცადეთ იყოთ გამგები ადამიანი. და თუ რამე გამოგით, რატომ არ გამოგით? თუ ვერ დაასკვენით მიზეზი თუ რატომ არ გამოგით, უბრალოდ შეოვიდით. თქვენ ხომ ისე ანატრებით ერთმანეთს. წადით სადმე რესტორანში, ცეკვაზე, ან უბრალოდ იყავით ერთად. დაჯექით ახლა მით უმეტეს თბილად და დაჯექით ბალკონზე ან სადმე პარკში და უბრალოდ დატკბით ერთმანეთის სიყვარულით. ეს ძალიან მაგარია. როცა სიხართ პარკში, გარშემო სიჩუმეა და უშოთ საღამოს, ხო? და თქვენ ტკბებით ერთმანეთით, ტკბებით სიჩუმით. შეიძლება მოუყვეთ ერთმანეთს, რა გაწუხებთ და გაიკვეთ მიზეზებში და გახდეთ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები. შევიდეთ ერთმანეთს, თუ რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი იგზეა, უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს, ამდენ ერთმანეთს. საიდუმლოები გახსოვდეთ, რომ თქვენ თავზე ერთმანეთის თქვენ თავზე უფრო სანდო და უფრო კარგი ადამიანი არ არსებობს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობებში. მე პირადად მოკლედ. გამოიგენეთ ეს ჩემი რჩევა, გუშინ უსმენდი ვებინარს და ქალებზე და ძალიან ამან შთამოგონა ამ ვიდეოს ჩაწერა. და იყავით ის გადავშოველთ გული. თუ თქვენ მამაკაცს თქვენი არ ესმის, ხო, დაუშვათ, ხო, აი, დაუშვათ თქვენი მამაკაცს თქვენი არ ესმის. დაჯიქით და ერთმანეთს დაელაპარაკეთ. დასვით წერტილი თუ რასაც ქვია მაგას. განთავისუფლოთ იმ ტვირთისგან, რომელიც გაქვთ ისე მე ვიცნობ ეგეთ წყვილებს, რომელსაც არ ესმით ერთმანეთს. უყურებთ, მაგრამ ერთმანეთი არ ესმით. გაგით, ცოტა გამიგზავნა საუბარი. ეხლა მე დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. და თუ მოგეწონათ, ვიდეო დალაიქეთ და გააზიარეთ.